სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ბოგდოს 3 ივლისის დეკლარაციის ამ და სხვა მოწოდებებიდან ეთიკვირის თავზე ეუთოოდირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს განცხადებით ეხმიანება. ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე გაზრდილია ზეწოლა. 7 ივლისის განცხადებაში ეუთოოდირი ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ ახსნებს საერთაშორისო ნაკის ვალდებულებებს და სახელისუფლებო პარტიას ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ დაპატიმრებებსა და გასამართლებას. ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააუქმოს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები არის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საფუძველი. ოდირი განსაკუთრებით შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში ათობით დემონსტრანტის დაკავებისა და მათ მიმართ მართლმსაჯულების სტანდარტების დარღვევის შესახებ. ასევე შეშფოთებას გამოვთქვამთ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ადამიანის უფლებების დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე ზეწოლის ზრდით. ამას გარდა ბოლო კვირების განმავლობაში პატიმრობა მიესაჯა 8 წამყვან ოპოზიციონერ ლიდერს. ეუთოოდირის ვრცელ განცხადებაში ნახსენებია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. ვიდრე ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეუთოოდირის დატვირთ ფაზად მეტი იქნება, ორგანიზაცია თავად გამოთქვამს მზაობას საარჩევნო პროცესის მეთვალყურეობისთვის საქართველოში გამოგზავნოს სადამკვირვებლო მისია, რაზეც დროულ მოწვევას მმართველი პარტიისგან ელის. ეუთოოდირი წუხს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული განზრახვის გამო არ მოიწვიოს ოფისი დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. რაც გადახვევაა საქართველოს ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში არსებული ხანგრძლივი და თანმიმდევრული პრაქტიკიდან. ეუთოოდირი კვლავ მზადაა სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დროულად გააგზავნის მოწვევას, გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით. თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე ოპოზიციაში აზრი კვლავ გაყოფილია. ქართული ოცნების ოპონენტთა ნაწილი 4 ოქტომბერს დაგეგმილ პროცესს სპეცოპერაციას უწოდებს. ნაწილი კი წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად და ნეიტრალური კანდიდატის დასასახელებლად ემზადება. არჩევნების თაობაზე განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, მმართველი პარტიის ოპონენტები საქართველოს შესახებ ეუთოოდირის განცხადების მნიშვნელობაზე მიუთითებენ. ამ რეჟიმის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არანაირ არჩევნებს ის არ ატარებს. და აქედან გამომდინარე კარგად ვიცით ყველამ, რომ ჯერ კიდე 2024-ში რაც გააკეთეს, ის იყო რუსული სპეცოპერაცია, იმის შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, მნიშვნელოვნად გაუარესდა ყველა თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა პარტიის პოლიტიკური ლიდერი კვლავ ციხეშია და ახლა მიხეილ სააკაშვილს მიემატნენ სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ჩვენი ახალგაზრდები, პატრიოტები ციხეში სხედან, გრძელდება კრიმინალური თავდასხმები საქართველოს მოქალაქეებზე და არავინ არ არის გაუმძიებელი ამ კრიმინალური აქტებისა. ეუთოს მიმართვა ხელისუფლების მიმართ, რომ მოიწვიოს მისი სადამკვირვებლო მისია, ასევე ადასტურებს იმას, რომ ეუთოც ასე ხედავს სწორედ ადგილობრივ არჩევნებს, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლის გამართვის არეალს და ამიტომ ეხლა კი არ აცხადებს ამ არჩევნებს არალეგიტიმურად წინსწრებით, არამედ მიმართავს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს სადამკვირვებლო ფუნქციების განხორციელება ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ პირწმინდად აგებს მნიშვნელოვან პოზიციებს ადგილობრივ არჩევნებზე და იმდენად არის შეშინებული, რომ არც კი სურს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მოწვევა მის ხელისუფლებას. ოცნების ლეგიტიმაციის ყველაზე დიდი პრობლემა საერთაშორისო კი არ არის, ქვეყნის შიდა პრობლემებია. ქვეყნის შიგნით, მათ შორის მის ამომრჩეველსაც არ სჯერა, რომ 54% აქვს აღებული. ეს არის ოცნების ლეგიტიმაციის პრობლემის მთავარი წყარო და არა ის ქვეყნის გარედან ვინ რას იტყვის. ვინ რას იტყვის ქვეყნის გარედან ოცნებისთვის არის, როგორც ჩანს, ყველაზე მნიშვნელოვანი. არ და სხვა საბრალებს ამასაც, როგორც deep state-ის აგენტები ყოფილვართ. მაშინ, როდესაც თვითონ ელოდება, მაგალითად გავიხსენოთ ყობახიძის სიტყვები, ისე იქნება, როგორც ტრამპი იტყვისო. ეუთოოდირსაც და ოპოზიციასაც ქართული ოცნება ერთიანად პასუხობს. ორგანიზაციასთან კი ასეთი შეთავაზება აქვს.
ეუთო ოდირის თავმოყარეობის საკითხია, ვიდრე ჩვენ მოგუმართავს. მივიდეს ევროპარლამენტთან და იმას მიმართოს, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად შეურაცხყოფილები, რომ 24 წლის დასკვნა არ გაიზიარეთ და მოისროლეთ სანაგვე ყუთში. აი მე გავაგზავნოთ დანარჩენი საუბარი. მანამდე არ არის სამის გაკეთება. თუ ოდირი მიაჩნიათ ობიექტურ დამკვირვებლად და თუ ეუთო ოდირი მიაჩნიათ, რომ მისი სიტყვა გადამწყვეტია ასეთ ვითარებაში, თუ გადამწყვეტი თუ არა, ერთ-ერთი წამყვანია, მოდი 24 წლის დასკვნა აღიარონ იმ ადამიანებმა, ვინც ახლა ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ ეუთო ოდირზე გავაკეთოთ ისევ სწორება და დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლება 9 საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე. The declaration is adopted. 3 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პორტოს დეკლარაცია მიიღო, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა მათ შორის პატიმრობიდან გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ლიდერები და აქციებისას დაკავებული პირები. მაშინ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართულ ოცნებას.